ვანოს შოუ წარმოგიდგენთ. დოკუმენტურ ფილმს ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი დაიბადა 1982 წელს. ასპულცელა ღარიბაშვილი ძალიან სწრაფად იზრდებოდა. 30 წლის ასაკში ის უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს ჰყავდა, ხოლო 31 წლისა უკვე პრემიერ-მინისტრს. მან 2012 წელს დანგრეული და გაპარტახებული პოლიცია ჩაიბარა და სულ რაღაც 1 წელიწადში პოლიცია ფეხზე დააყენა და ასეთად აქცია. იგი ყველაფერს რეკორდულ დროში აკეთებს. მას შეუძლია 1 წუთში 9-ჯერ გადაუხადოს მადლობა ბიძინა ივანიშვილს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა არის ბრძენი ადამიანი, ბატონ ბიძინა რომელსაც საშუალება რომ ბატონ ბიძინამ დაადასტურა, დაამტკიცა არაერთ გზის. ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან წარმატებული კარიერა აქვს, მაგრამ ეს წარმატება თავში არ ავარდნია და ხალხისთვის ის დღესაც ღარიბაშვილია. ეს ის შარია, რომელშიც ღარიბაშვილმა გაყო თავი, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა მთელი პასუხისგებლობა მას გადააბარა. ირაკლი ღარიბაშვილს სულ რაღაც 1 წლის წინ არავინ იცნობდა. ის არც აქტიური პოლიტიკოსი იყო და არც პროფილში ყოფილა სტუმრად არასოდეს. 1 წლიანი შრომით და გამუდმებული ჩიჩინით დაარწმუნა ივანიშვილი, რომ სამოქალაქო სექტორში გადასვლა მისთვის კარგი იქნებოდა. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბარი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა. Ირაკლი, აი ბადრენინე. პიეზინგი განდებს. ადეკოტრე ცენტრიაჩინი. ვერ გავიგრა სამო. პიეზინგან. აბსოლუტ. ადეკოტრე ალგრეჩინი. გამაგებია ვერ გავიგრა. გედენ. ადეკოტრე ცენტრიაჩინი თითო გარანტი იქნებს. კაცკა, SMS გავიგზავნე კაცო, ავანებ თავი. ადეკოტრე იქნებს. იგი ყოველთვის ასრულებს თავის ნახტამსიტყვას. ამიტომ ყოველთვის სწრაფად და გაურკვევლად ლაპარაკობს. შეძრო უზრუნველად იყო შენობაში 2 ალტერნატიული შესაძლებელი. ირაკლი ასევე გახდათ ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის კარიერაში ქართულ ბანკი ძალიან სერიოზული ტრამპლინი აღმოჩნდა. და დღეს უკვე ძნელია არ იცოდე ვინ არის ღარიბაშვილი. შეიძლება არ იცოდე ვინ არის ქუცნაშვილი, ზაქარეიშვილი, მარგველაშვილიც შეიძლება არ იცოდე, მაგრამ ღარიბაშვილი. თავისი გამონათქვამებით მან მალე დაიმკვიდრა სახელი მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის. 3 თვე მთელი ცხოვრებაა პოლიტიკაში. ბარაკ ობამა. თუ გინდა მიაღწიო ბევრს, უნდა დაკარგო ყველაფერი. ჩე გევარა. ცოლის ნათესავი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი. მხატვრობაში მოსწონს იმპრესიონიზმი, პოეზიაში სიმბოლიზმი, პოლიტიკაში ნეპოტიზმი. მას ბრალს სდებენ ნეპოტიზმში იმის გამო, რომ სულ რაღაც რამდენიმე ნათესავი მაღალ თანამდებობებზე შემთხვევით შემოენიშნა. არადა იგი საკმაოდ ხშირად ამბობს უარს ნეპოტიზმზე და ყოველთვის იცის ზომაწონა. ჩნდება საბუძლიანი ეჭვი, რომ ირაკლის ნეპოტიზმისადმი მართლაც აქვს მიდრეკილება. კარგად დააგვირდით მის გვარს: ღარიბაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი. კაი ცხოვრების დაწყების შემდეგ ირაკლიმ ბევრი რამ შეიძინა როგორც თავისთვის, ასევე სამინისტროსთვის. რამდენიმე ახალი ჯიპი, ახალი მობილური ტელეფონები და სხვა ფუფუნების ნივთები. მოკლედ, კაი პონჩია, ბიჭი. ასე აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის სავარძელზე ქართული ოცნების აქციებზე უფასო მაიკის დასათრევად მისული ახალგაზრდა. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილს ფული არასოდეს იზიდავდა. ამაზე მისი გვარიც მიგონიშნებს: ღარიბაშვილი. ღა ანუ ღატაკი. მეხუთე ფილმის დასასრული. გაგრძელება იქნება.